მოგესალმებით ყველას. მოგეხსენებათ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი პერიოდულად გთავაზობთ საუბრებს, ონლაინ ექსკურსიებს, ვიდეო რგოლებს თუ ლექციებს, რომლებიც მიძღვნილია ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიმართ. დღეს ჩვენ გავმაგრძობთ ჩვენს ამ ტრადიციას და გთავაზობთ მორიგ ლექციას, რომელიც ჩვენ ასე დავასათაურეთ. ნიკო ნიკოლაძე, იქ სადაც სიტყვა საქმედ იქცა. დღეს ჩვენ გვექნება საშუალება ჩაუღრმავდეთ ერთი დიდი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და საქმიანობას. ეს ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ილია ჭავჭავაძის გვერდით. მისი ისტორია ნამდვილად შთამაგონებელია და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პროგრესული აზრი, ღრმა ცოდნა და მამულის უზომო სიყვარული კონკრეტულ საქმეებად იქცეს, რომლის ნაყოფი დღესაც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას. ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მთელი თავისი ენერგია და ინტელექტი მოახმაროს სამშობლოს წინსვლას, არ შეუშინდეს სიძნელეებს და მუდამ იბრძოლოს უკეთესი მომავლისათვის. ნიკოლაძე არ იყო მხოლოდ პუბლიცისტი, ჟურნალისტი და თეორეტიკოსი, არამედ იყო გამორჩეული პრაქტიკოსი, რომელმაც კონკრეტული პროექტებითა და ინიციატივებით დიდი კვალი დატოვა საქართველოს განვითარების ისტორიაში. ნიკოლაძის ცხოვრების გზა იმ ეპოქის სარკია, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ეროვნული თვითშეგნება და პროგრესული იდეები ახალ ძალას იკრებდა. ეს იყო პირველი თაობის, თერგდალეულთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც ევროპული განათლებაში სამშობლოში ჩამოიტანა და აქტიურად დანერგა მოწინავე დემოკრატიული აზროვნება და თანამედროვე ტექნოლოგიები. მოდით დავიწყოთ ნიკოლაძის ადრეული წლებით. ნიკო დაიბადა 1853 წლის 27 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში, ცნობილი მეწარმისა და ვაჭრის იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. ეს თავისთავად უკვე საინტერესო ფაქტია, რადგან მოგეხსენებათ იმ დროში საქართველოში ვაჭრობა ფაქტობრივად სათაკიდო საქმედ ითვლებოდა. მას უმეტესად არაქართველი მოსახლეობა მისდევდა, რომელთაც ძველი დროიდან ჰქონდათ ნება მინიჭებული ცალკეულ უბნებში ეცხოვრათ და ემოღვაწათ. ნიკო ნიკოლაძე იხსენებდა, რომ მისი ბაბუა, მამუკა მათე ნიკოლაძე პირველი ქართველი იყო, ვინც იმერეთში და როგორც წერს, შესაძლოა მთელ საქართველოშიც კი დაიწყო ეს საქმიანობა. ასე წერდა ნიკოლაძე, წარმოიდგინეთ, იმერელი გლეხი კაცის ცოლი ამ საქმისას სახეს თათრის ქალივით იხვევდაო, რადგან არავის წაესწრო ამ საძაგელ საქმიანობაზეო, ასე უყურებდნენ ისინი ვაჭრობას. ნიკოლაძის ეს მოგონება გვიჩვენებს, რაოდენ დიდი ცვლილებების მოთავე იყო ნიკოლაძის ოჯახი, როგორ ამსხვრებდნენ ისინი დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და გზას უკაფავდნენ ახალ ეკონომიკურ აზროვნებას. ეს საოჯახო ტრადიცია, თავისუფალი აზროვნება და ინოვაციებისადმი მიდრეკილება უდავო დიდ გავლენას მოახდენდა ნიკოს მომავალ საქმიანობაზე. 1860 წელს ნიკომ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა პირველი წერილები ჟურნალ ცისკარში. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივ ასპარეზზე, სადაც მისი პუბლიცისტური ნიჭი და კრიტიკული აზროვნება გამოვლინდა. 1861 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მისი სტუდენტობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო იგი დააპატიმრეს და გარიცხეს უნივერსიტეტიდან ეგრეთ წოდებული მგლის ბილეთით. ეს ფაქტი უკვე მეტყველებს მის მიამბოხეს სულისკვეთებაზე და
უსამართლობისადმი შეუწყნარებლობაზე, რაც მის მთელ და შემდგომში მთელს მის ცხოვრებას წითელ ზოლად გასდებდა. მიუხედავად ამისა, ნიკო ნიკოლაძის მიამბოხეს სულის ადამიანის დამაშინებელი ფაქტორი არ არსებობდა და 1862 წელს უკვე იგი ჟურნალ ისკრაში აქვეყნეს მხატვრულ ნარკვევს პეტერბურგის მხარეზე, სადაც სტუდენტთა ცხოვრება აღწერილი. ეს იყო მისი პირველი პუბლიცისტური გამოსვლები, რომლებიც შემდგომ მისი მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილი გახდა და საფუძველი ჩაუყარა მის როგორც წამყვანი საზოგადო მოღვაწის რეპუტაციას. 1862 წელს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობდა ჟურნალ გაზეთებში გამართულ ძველ და ახალ თაობას შორის იდეურ პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს იყო პერიოდი, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში აქტიურად გაუსვა ხაზი ფიქრს ქვეყნის მომავალზე, რეფორმების აუცილებლობაზე და ეროვნულ თვითმყოფადობაზე. იყო აქტიურად უჭერდა მხარს პროგრესულ იდეებს და ემხრობოდა ევროპულ მოდელს. საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე მისი მთავარი მიზანი იყო არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა. ეს იყო მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც ნიკოლაძის მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდებდა და განსაზღვრავდა მის თითოეულ ნაბიჯს. ნიკოლაძე არ იყო კაბინეტის მეცნიერი, არამედ იყო მოქმედი პიროვნება, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მოღვაწეობა მართლაც მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო. 1864 წელს ჟურნალ სოვრემენიკში გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნარკვევი პროვინციული სურათები, სადაც იგი რუსეთის იმპერიის სოციალურ პრობლემებს აშიშლებდა. ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა, რამაც მას საშუალება მისცა უშუალო შეხება ჰქონოდა ევროპულ აზროვნებასთან, პოლიტიკურ მიმდინარეობებთან და წამყვან მოღვაწეებთან. პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ სანქტ-პეტერბურგსკიე ვედზემოსტში, ხოლო ალექსანდრე გერცენის მიწვევით კოლოკოლში, სადაც აქვეყნებდა წერილებს საქართველოსა და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული რეალობა გაეცნო და მოეძებნა მოკავშირეები სამშობლოს განვითარებისთვის. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ნიკოლაძემ ლონდონში პოლ ლაფარგის მეშვეობით გაიცნო კარლ მარქსი, რომელმაც მას შესთავაზა თანამშრომლობა პირველ ინტერნაციონალში, თუმცა ნიკოლაძემ უარი უთხრა ამ თანამშრომლობაზე. ეს ფაქტიც მის პროგრესულ ხედვაზე და ფართო ინტერესებზე მეტყველებდა. იგი კარგად იცნობდა ევროპის წამყვან დემოკრატიულ მოძრაობებს და ცდილობდა მათი პროგრესული იდეები ქართულ ნიადაგზე დაენერგა. 1866 წელს მან ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“, რაც მისი როგორც პუბლიცისტის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ნიშანი იყო. 1868 წელს ჟენევაში მეჩნიკობთან ერთად დაარსა ჟურნალი „სოვრემენოსცი“, რაც დაიბეჭდა მისი ცნობილი სტატიები „არაერთი“, მაგალითად „რუსული ემიგრაცია, ორი თაობა, ევროპული ცხოვრება და ასე შემდეგ. ეს სტატიები ასახავდა მის დემოკრატიულ განწყობას და სრულიად შეეცვალა არსებული სოციალური წყობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 1868 წელს ნიკოლაძემ დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ეს დისერტაცია ცალკე წიგნადაც კი გამოიცა ჟენევაში. სწორედ ამისთვის მიენიჭა მას ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის სამართალში. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც ევროპაში უცხო ენაზე დაიცვა დისერტაცია. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი მიღწევა იყო ეს ყველაფერი იმ დროისათვის. ნიკოლაძე იყო ნამდვილი პიონერი, რომელმაც ქართველებს ევროპული განათლების კარი გაუხსნა და გზა გაუყვალა შემდგომ თაობებს.
ეს განათლება და გამოცდილება გახდა მისი მომავალი პრაქტიკული საქმიანობის ძალიან მყარი საფუძველი. 1870 წლის იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა. ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ დროების თანამშრომლად. მისი დაბრუნება სამშობლოში ახალი ეტაპის დასაწყისი იყო მის ცხოვრებაში. თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გადატანა. 1861 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ კრებულს, სადაც ბევრი საპროგრამო ხასიათის წერილი გამოაქვეყნა პოლიტიკური ლიტერატურის საკითხებზე. იგი აქტიურად ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების საჭიროების დანახვას. 1872 წელს პარიზში იმოგზაურა და თავისი შტაბ-ჭრილებები სათაურით სხვათა შორის ჟურნალ კრებულში გამოაქვეყნა. ეს იყო მისი მცდელობა ქართველი მკითხველისთვის გაეცნო ევროპული ცხოვრების წესი და მიღწევები. 1873 წელს იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმების მოსაგვარებლად, რაც მის პრაქტიკულ ეკონომიკურ ხედვაზე მიუთითებდა. იგი უკვე აქტიურად ეძებდა შესაძლებლობებს საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად. ამავე წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ დროშის გამოცემა. მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურულ საზოგადოებრივი მოღვაწეობა. თანამშრომლობდა გაზეთ დროებასა და ჟურნალ კრებულში. 1878 წლიდან გამოცემდა გაზეთ ობზორს, რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა, ხოლო მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა. ესეც ნიკოლაძის მიამბოხე ბუნებისა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის დასტურია, რისთვისაც არაერთხელ დასჯიდა. რუსეთის იმპერიის ცენზურა ვერ აჩერებდა მის პროგრესულ აზროვნებას და ბრძოლას თავისუფლებისათვის. 1891 წლის თებერვალში მრავალგზის თხოვნის შემდეგ ნიკოლაძე გადასახლებიდან გაათავისუფლეს და ნებადართეს ეცხოვრა მხოლოდ პეტერბურგში. იგი გადავიდა პეტერბურგში, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალ „Отечественные записки-ის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად და ეწეოდა ფართო ლიტერატურულ საქმიანობას. აქტიური მონაწილეობა მიიღო ნიკოლოზ ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის პროგრესულ და დემოკრატიულ შეხედულებებს. იგი მუდამ იდგა თავისუფლებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე. 1886 წლიდან და უფრო ადრეული წლებიდან, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 70-იანი წლებიდან ნიკოლაძე ეგრეთ წოდებული მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომელიც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალ გზებს ეძიებდა. 1887-91 წლებში თბილისში რედაქტორობდა გაზეთ „ნოვე ობოზრენიეს“ და თანამშრომლობდა ჟურნალ „მოამბეში“. მისი პუბლიცისტური საქმიანობა არასდროს შეწყვეტილა, იგი მუდამ ახერხებდა იდეების გავრცელებას და საზოგადოებრივი პროგრესული აზრის გაღვივებას. ნიკოლაძის მოღვაწეობაში განსაკუთრებულ ადგილს მაინც იკავებს მისი საქმიანობა ფოთის ქალაქის თავად 1894-1912 წლებში. იგი ფოთს ხელმძღვანელობდა წარმოიდგინეთ 18 წლის განმავლობაში. ეს იყო უზარმაზარი პასუხისმგებლობა და მოითხოვდა გამორჩეულ ორგანიზაციულ ნიჭს, შორს მჭვრეტელობას, ენერგიას, სწორედ მისი ინჟინერულ, ეკონომიკური აზროვნებისა და უდიდესი შრომის წყალობით ჭაობიანი პატარა ფოთი მაშინ მოკლე დროში დიდი პერსპექტივების მქონე ქალაქად გადაიქცა. ეს იყო მისი ხედვისა და პრაქტიკული უნარების უდიდესი დასტური, რომელიც თითქმის სასწაულებრივად ახდენდა ქალაქის ტრანსფორმაციას ჭაობიანი ქალაქიდან საპორტო ქალაქად. ნიკოლაძე ნამდვილად იყო ტექნიკური პროგრესის, ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მამათმთავარი საქართველოში. ის არ იყო მხოლოდ თეორეტიკოსი, არამედ ადამიანი, ვინც იდეებს რეალობად აქცევდა, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა ახალი ევროპული სტანდარტების ქალაქი. მისი ღვაწლი ამ პერიოდში განუზომელია. იგი იყო შავი ქვისა და მანგანუმის ქართული მადნების მოძიება დამუშავების ინიციატორი,
რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის აღმოჩენასა და გამოყენებას ემსახურებოდა. მან კარგად იცოდა, რომ ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება ქვეყნის სიძლიერის საფუძველი იყო. ფოთის ნავსადგურის აშენება ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ქვეყანას ზღვაზე გასასვლელსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის საშუალებას აძლევდა. ნავსადგურის მშენებლობა იყო გრანდიოზული საინჟინრო პროექტი, რომელმაც ფოთი შავი ზღვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პორტად აქცია იმ პერიოდში. თბილისი ფოთის რკინიგზის მშენებლობა ნიკოლაძემ მილიონერ ინჟინერ პალაშკოვთან ერთად ააგო ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა, რისთვისაც ოქროს ჟეტონი დაჯილდოვდა, რაც უფლებას აძლევდა უფასო დემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით. ამ პროექტმა რადიკალურად შეცვალა ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის პოტენციალი ჩვენს რეგიონში და აკავშირა აღმოსავლეთი დასავლეთი საქართველოს და ხელი შეუწყო ეკონომიკურ ურთიერთობებს. სურამის ეგრეთ წოდებული წიფის გვირაბის პროექტის განხორციელება 1984-86 წლებში. ნიკოლაძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ამ უმნიშვნელოვანესი საინჟინრო პროექტის განხორციელებაში, მის დამუშავებაში, რა დროსაც რკინა-ბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა. გვირაბის მშენებლობამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მიმოსვლა და ტვირთების გადაზიდვა. თბილისის მუნიციპალური მშენებლობა მისი ხელმძღვანელობით აიგო ავჭალის წყალსადენი. ხელი შეეწყო ცხენიანი ტრამვაის ეგრეთ წოდებული კონკის ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციას, თბილისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნას, სანიტარული მედიცინის პუნქტის დაარსებას და ასე შემდეგ. აღნიშნული პროექტები და ბევრი სხვა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ იყო მიმართული, რამაც თბილისის როგორც დედაქალაქის ფუნქციონირება გააუმჯობესა და მის ევროპულ ქალაქებთან დაახლოებას ხელი შეუწყო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციას ნიკოლაძე პეტერბურგში შეხვდა. ის აქტიურად ჩაერთო სამშობლოში დაბრუნებული კვლავ საქართველოს მომავლის განსაზღვრაში. ეს იყო ისტორიული პერიოდი, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის ფონზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების რეალური შანსი მიიღო. ნიკო ნიკოლაძე როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი და პატრიოტი ამ პროცესის აქტიური მონაწილე გახდა. 1917-18 წლებში ის იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდგომ საქართველოს პარლამენტის, ხოლო 1919-20 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ეს გვიჩვენებს მის უდიდეს ავტორიტეტსა და როლს იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1918 წლის 26 მაისს ჩართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში. იყო იმ დელეგაციის წევრი, რომელიც მართავდა მოლაპარაკებას გერმანელებთან და 26 მაისს შემდგომ რამდენიმე დღეში იგი ევროპაშიც კი გაემგზავრა, რათა განემტკიცებინა ევროპელებთან, კერძოდ გერმანელებთან მოკავშირეობა და წაუღიათ თან ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პროექტი, რომლის ავტორიც თავად ყოფილა ნიკო ნიკოლაძე. მისი ოცნება იყო თავისუფალი საქართველო, რომელიც ახდა იმ პერიოდში, თუმცა ძალიან ხანმოკლე პერიოდით. 1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარეც იყო. ეს პარტია ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში. 1920 წელს ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელეგაციის მეთაური. ის კვლავ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს იცავდა საერთაშორისო ასპარეზზე. იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. 1924 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში უკვე ოკუპირებულ ქვეყანაში. ეს იყო ტრაგიკული მომენტი მისი ცხოვრებისათვის. მისი ოცნება დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოზე ბოლშევიკურმა რეჟიმმა ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, მან არ მიატოვა სამშობლო და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იყო. ნიკო ნიკოლაძემ დიდი როლი ითამაშა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა ილია ჭავჭავაძის და გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლის და სხვების მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი, რაც მის მრავალმხრივ ნიჭიერებასა და ფართო ინტერესებზე მიუთითებდა. მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები
დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას და ღირებულია ქართული ლიტერატურული აზროვნების ისტორიის კვლევისათვის. ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი უდაოდ მისი პრაქტიკული საქმიანობაა დედულეთში, სოფელ დიდ ჯიხაიში. იგი იყო ნამდვილი ულმობედის საქმის კაცი, რომელიც მშობლიური მიწის სიყვარულის მაგალითს საკუთარი შრომით იძლეოდა. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები, არამედ რეალური ხელშესახების საქმე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა დიდი ჯიხაიშის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ცხოვრება. 1886 წელს ნიკოლაძე მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან და შვილებთან ერთად დიდ ჯიხაიში დაბრუნდა. მან აქ შექმნა თანამედროვე აგრონომიულ ცოდნაზე დაფუძნებული მეურნეობა, ერთ-ერთი პირველი ფერმერული ტიპის მეურნეობა, შემდგომში აგროსამრეწველო კომპლექსი, რომლის სანახავად ჩამოდიოდნენ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა წერტილებიდან, ისე მისი ფარგლებს მიღმიდან. ეს იყო ნამდვილი აგრარული ცენტრი, რომელიც ევროპული სტანდარტებით იყო მოწყობილი. მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად დიდ ჯიხაიში სოფელი იმდენად განვითარდა, რომ მას ახალ ქალაქსაც კი უწოდებდნენ. ხოლო ცნობილი პუბლიცისტი ილია ჭიჭინაძე გაზეთი ივერიის 1892 წლის ერთ-ერთ ნომერში ასე წერდა: ორ-სამ სოფელში თითო ამისთანა ფერმა გაჩნდებოდეს, მეურნეობის ბედი გამობრუნდება ჩვენს ქვეყანაშიო. ეს ხას უსვამს ნიკოლაძის მეურნეობის სამაგალითო ხასიათს და მის გავლენას მთელი რეგიონის განვითარებაზე. იგი ასწავლიდა ხალხს, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ ტრადიციული საქმიანობა, არამედ მეცნიერება, რომელიც მუდმივ განვითარებასა და ინოვაციებს საჭიროებს. ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა, რომ განვითარებული, წელში გამართული ქვეყანა და სოფელი არ გადიოდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა სიმრავლეზე. პირიქით, რაც უფრო დაბალ განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია მუშახელი ჩართული მეურნეობაში. იგი დარწმუნებული იყო, რომ სოფლის მეურნეობის წარმატება დაკავშირებულია ამ სექტორში დასაქმებულთა სააგრონომიო ცოდნასთან და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებასთან. იგი ციტირებდა ჰერკულესისა და ანთეოსის მითს და ამბობდა, რომ საქართველოს მუდამ ძლიერი იქნებოდა, თუ მის შვილებს მიწის სიყვარული არ დაავიწყდებოდათ. ეს ღრმა ფილოსოფიური ხედვა მის პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამოიხატა. იგი იყო არა მხოლოდ მოაზროვნე, არამედ განმახორციელებელი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია, თეორია რეალობად აქცია. დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძემ 53 წლის ასაკში დაბრუნებულმა შეისყიდა 25 ჰექტარი მიწა, ააგო თანამედროვე ევროპული სტილის საცხოვრებელი სახლი, რომლის გარშემოთ შესანიშნავი დენდროპარკი გააშენა ეგზოტიკური ჯიშის მცენარეებით, როგორიცაა სეკვოია, საპნისხე, ამერიკული კაკლები და სხვა. სხვათა შორის, ერთ დროს ესოდენ გავრცელებული ტრიფოლიატი და ტრიფოლიატის ღობეს დიდი ჯიხაიშის ნიკოსეული მამულიდან გავრცელებულა მოსახლეობაში. ეს ადასტურებს, თუ როგორ იყო ის ინოვატორი და სიახლეების შემომტანი, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც, რითაც მთელ რეგიონს მაგალითს აძლევდა. მან პირველმა შემოიყვანა ჩვენს მხარეში მრავალი ჯიშის ცხოველი და ფრინველი და გაავრცელა მოსახლეობაში. მის მეურნეობაში ნახავდით ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა კუნძულ მალტის თხა, რუანის იხვი, იორკშირის ღორი, ესპანური ვირი, სერბენარის ჯიშის ძაღლები, პონი და ასე შემდეგ. შემოქონდა სხვადასხვა კუთხი და მცენარეები, რგავდა თავის მეურნეობაში, ატარებდა ცდას, თუ რამდენად შეეგუებოდნენ ადგილობრივ ნიადაგსა და ხავას. ასევე საცდელად შემოქონდა სხვადასხვა კულტურის თესლები. 1913 წელს პეტერბურგში მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის სანაპიროების შემსწავლელი კომისიის მიერ მოწყობილ გამოფენაში. ამ გამოფენაზე მან დიდი ჯიხაიშის და ფოთის ბაღიდან გაგზავნა ექსპონატები, რისთვისაც ჟიურიმ იგი სიგელით დააჯილდოვა. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლაძისეული მეურნეობა დიდ ჯიხაიში უფრო საცდელ სადგურს წარმოადგენდა, ერთგვარ აგრარულ ლაბორატორიას, საიდანაც ცოდნა მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა. ნიკოლაძე იყო ნამდვილი ენციკლოპედისტი აგრონომიის დარგში. ნიკო ნიკოლაძე თანამედროვე აგროწესების დაცვით მისდევდა მეურნეობის თითქმის ყველა დარგს,
ცდილობდა მცენარეთა მოვლა მოშენებისა და მიწის დამუშავების საქმეში მაგალითი მიეცა მოსახლეობისათვის. იბრძოდა გვალვის წინააღმდეგაც. 1894 წელს მისი ხელმძღვანელობით გაყვანილი იქნა ხონის სარწყავის სისტემა სოფელ დიდჯიხაიშშიც, რომელიც ფაქტიურად პირველი სარწყავის სისტემაა მთელ დასავლეთ საქართველოში. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რამაც მოსავლიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა გააუმჯობესა. 1910 წელს ნიკოლაძემ ქარის ძალის გამოყენების ნიმუში წაჩვენა რუსეთის იმპერიაში, პირველი ქარის ძრავის აგებით, რომლის ნახვაც თქვენ შეგიძლიათ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. იგი ცდილობდა ელექტროფიკაციის დანერგვას სოფლის მეურნეობაში. საინტერესოა, რომ ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს 1918 წელს სოფლის თემის ყრილობაზე დიდჯიხაიში განუხილავთ ელექტროსადგურის მშენებლობის იდეა, რომლის პროექტი გიორგი ნიკოლაძეს შეუდგენია კიდეც, მაგრამ რიგი მიზეზების გამო სამწუხაროდ იმ პერიოდში ვერ განხორციელებულა. ეს ფაქტიც კი მიუთითებს მის შორსმწყვეტელობაზე და იმაზე, თუ როგორ უსწრებდა დროს თავისი იდეებითა და ხედვებით. ნიკო ნიკოლაძემ დიდი ღვაწლი და ამაგი დასდო მევენახეობის და მეღვინეობის დარგის განვითარებას. მან თავის მეურნეობაში საკოლექციო ნაკვეთებზე სხვადასხვა ჯიშის ვაჟლი გააშენა. თავად იყო პრაქტიკოსი მეღვინე. იგი მიზნად ისახავდა ღვინის სარდაფების მოწყობას ქუთაისსა და ზესტაფონში, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გაეტანა. დიდჯიხაიში ნიკოლაძის სახლის ქვეშ ახაც ინტერესს იწვევს ბეტონის ნაშენი ღვინის სარდაფი, საიდანაც დღეს ქვევრებია შემონახული. საინტერესოა, რომ მან სწორედ დიდჯიხაიში პირველმა შემოიღო ხილისაგან ღვინოს დამზადება, რომელიც სპეციალურად შეისწავლა საფრანგეთში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ინოვაციურობას და დასავლური გამოცდილების ქართულ რეალობაში დანერგვის სურვილს. ასთანიშნავია ისიც, რომ ნიკო ნიკოლაძე ყურადღებას აქცევდა მეტყევეობის განვითარებასაც. ითხოვდა ტყეების გონიერ და მიზანშეწონილ ექსპლუატაციას, რათა ზიანი არ მიდგომოდა ამ ბუნებრივ რესურსს. მან სოფელ დიდჯიხაიში თავის მეურნეობაში ტყე სანიმუშოდ გააშენა, სადაც თავად იძლეოდა მისი მართებულად გამოყენების მაგალითს. ცნობილია, რომ ნიკოლაძის მხედველობის მიღმა არც მიაბრეშუმეობა დარჩენილა. დიდჯიხაიში მის ოჯახშიც მისდევდნენ მიაბრეშუმეობას ნიკოს მეუღლე ოლღა გურამიშვილი, რომელიც თავის მიერ აქ დაარსებულ ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა აბრეშუმის რეწვას. სახლ-მუზეუმში დღემდეა დაცული ნიკოლაძის მიერ ამ სასწავლებლისთვის პარიზიდან გამოწერილი აბრეშუმის სართავი მანქანა. ნიკო ნიკოლაძე დიდ ყურადღებას და მსმენელობას იჩენდა დიდჯიხაიშელი გლეხობის ეკონომიკური თუ სხვა მხრივი განვითარება გაძლიერებისთვის. მის სახელს უკავშირდება დიდჯიხაიში პირველი ფოსტატელეგრაფის დაარსება 1911 წელს, აფთიაქის საავადმყოფო ქსენონის დაარსება, რომელშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოღვაწეობდა ცნობილი ექიმი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი. ეს ნაბიჯები მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და თანამედროვე სერვისების დანერგვას. დიდჯიხაიში ცხოვრების დროს ნიკოლაძეს გაჰყავდა გზები, აშენებდა ხიდებს, ანუ ეწეოდა აქტიურ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობით საქმიანობას. მან თავისი ხარჯი დააგო სოფლის სარაიონო და საუბნო გზებზე არსებულ მდინარეებზე 5 ბეტონის ხიდი. ნიკოს თავოსტობით იქნა დაარსებული იანეთის რკინიგზის ბაქანი პლატფორმა, რომელიც დღეს აღარ არსებობს, რომელსაც თავის დროზე ნიკოლაძის პლატფორმას ეძახდნენ. ეს ბაქანი შემდეგ ნიკოს დიდი მეცადინეობის შედეგად გადაკეთდა სადგურად იანეთის სადგურის სახელწოდებით, აიანას თურმე მგზავრებს ეტლები როგორც ტაქსები ისე უწევდნენ მომსახურეობას. ეს ყველაფერი სოფლის ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურებოდა, რადგან ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო იმ დროისათვის. ნიკოლაძე მთელი თავისი დაუცხრომელი თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის დროს ყოველმხრივ ხელს უწყობდა ვაჭრობისა და საბანკო საქმის განვითარებას. მან სოფელ დიდჯიხაიშიც სწორედ მისი მოწადინებით, მის რჩევით დაარსებული იქნა ბაზრობა. ბაზრობა 4 შებათობა, სადაც სავაჭროდ მეზობელი რაიონებიდანაც კი მოდიოდნენ
გლეხობას დიდად მსუბუქებდა შრომას და ავითარებდა ეკონომიკურ მდგომარეობას და დასუწყობდა აქ სოფლის მეურნეობის განვითარებასაც და ადგილობრივი მოსახლეობის წესში ეკონომიკურად გამართულობასაც. ბატონყობის გაუქმების შემდეგ ნიცა მაინც მებატონეებს დარჩათ მოგეხსენებათ. გლეხები იძულებული იყვნენ საზრდო მოეპოვებინათ დიდი ღალის ან იჯარის გადახდით. არც გამწები ძალა გააჩნდათ და არც ფული. ფული მევახშეების ხელში იყო, რომლებიც 24%-ზე ნაკლებ ფულს არ ასესხებდნენ. ნიკოს რჩევითა და შუამდგომობით სოფლების დიდი ჯიხაიშის, იანეთის, ეწერ ჯიგთუგნისა და გოჩაჯიხაიშის გლეხობამ მიიღო ნებართვა ურთიერთდამხმარე შემნახვალ გამსესხებელი ამხანაგობის დაარსებისა, ფაქტობრივად ბანკისა. ამის შემდეგ გლეხს შეეძლო ხსენებული ამხანაგობის სალაროდან სესხად მიიღო 150 მონეტამდე 10% სარგების გადახდით და თანდათანობით წლების განმავლობაში დაებრუნებინა კატანილი თანხა. ამან დიდი სარგებლობა მოუტანა გლეხობას გამწები ძალის შეძენაში, ღალის გადახდაში და საცხოვრებელი სახლის შეძენაში. ეს იყო გლეხობის ეკონომიკური გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელმაც მათ საშუალება მისცა თავი დაეღწიათ მევახშეების მარწუხებიდან და დაეწყოთ საკუთარი მეურნეობის განვითარება. დიდ ნიკოსა და მის ოჯახს უდიდესი ღვაწლი აქვს მიძღვნილი სრულიად საქართველოსა და კერძოდ სოფელ დიდი ჯიხაიშის განათლების ისტორიაში. ხსენებულ სოფელში სკოლა ოფიციალურად დაარსდა 1873 წელს. პირველად იგი იყო ერთკლასიანი, მოგვიანებით გადაკეთდა ორკლასიანად. ხოლო 1897 წელს უკვე ორკლასიან ნორმალურ სასწავლებლად, საბაღოსნო განყოფილებით. 1894 წელს გაიხსნა საქალებო სასწავლებელი ნიკოლაძის მეუღლის ოლღა გურანიშვილის თაოსნობითა და შრომით, რომელთანაც არსებობდა აბრეშუმის საქსოვი განყოფილებაც. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა იმ პერიოდის საქართველოში, რადგან ქალთა განათლებაზე არც თუ ისე დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ. ნიკო ნიკოლაძის რჩევით, დახმარებითა და სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით დაწყებითი ტიპის სკოლა დიდი ჯიხაიში დაარსებული იქნა 1915 წელს. დიდი ჯიხაიშის განათლების ისტორიაში ასევე დიდი ადგილი უჭირავს ნიკო ნიკოლაძის სახელოვან შვილებს, რუსუდანს, გიორგისა და თხამარს. საინტერესოა, რომ მისი შვილები ჯერ 1917-21 წლებში დიდი ჯიხაიშის სკოლაში ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას და მერე იწყებდნენ თავის სამეცნიერო და სხვა მხრივ მოღვაწეობას. აღსანიშნავია, რომ მან თავისი კერძოდ გულისხმობ პროფესორ რუსუდან ნიკოლაძეს, ნიკო ნიკოლაძეს ქალიშვილს პეტერბურგიდან ჩამოტანილი ქიმიური ლაბორატორია დიდი ჯიხაიშის სკოლას გადასცა საჩუქრად. საინტერესოა, რომ სანამ რუსუდან ნიკოლაძე ჯიხაიში ჩამოვიდოდა, მან ადრე 1915 წლებში პეტროგრადში სპეციალურად დაამთავრა სკოლამდელი აღზრდის კურსები, სადაც იგი დაეუფლა მარია მონტესორის ცნობილ პედაგოგიურ მეთოდს, რომელიც მან პირველმა გამოიყენა საქართველოში დიდი ჯიხაიშის სკოლაში მასწავლებლობის დროს. ეს და კიდევ უამრავი სხვა ფაქტი, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევეხეთ აი ამ საუბრის განმავლობაში და ვეხებოდით წარსული ლექციების დროს და შევეხებით მომავალშიც, ადასტურებს ნიკოლაძეების ოჯახის ინოვაციურობას და მოწინავე ევროპული პრაქტიკის დანერგვის სურვილს ქართულ განათლებაში და არა მხოლოდ ქართულ განათლებაში. მათ მოამზადეს მომავალი თაობა, რომელსაც ექნებოდა ცოდნა და უნარები ქვეყნის მშენებლობისათვის. ჩვენ რა თქმა უნდა მომავალშიც განვაგრძობთ სახლ-მუზეუმის სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებით, წერილების, ონლაინ ექსკურსიების, ვიდეო რგოლების თუ ლექციათა გაზიარებას. დღეს ამით შემოვიფარგლებით და გთხოვთ, თუ რაიმე კითხვა გექნებათ, დატოვოთ კომენტარებში და ჩვენ სიამოვნებით შევეცდებით მათ უპასუხოთ. ასევე მინდა ყველას გირჩიოთ, აუცილებლად ეწვიოთ დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს. რადგან ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება, სადაც ნათლად იგრძნოთ იმ დიდ საქმეს, რაც ნიკო ნიკოლაძემ საქართველოსთვის გააკეთა. ეს ნამდვილად შთამაგონებელი გამოცდილება იქნება, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ჩვენი ქვეყნის წარსული, უახლოესი ისტორია და იმ დიდი ადამიანების ღვაწლი, ვინც მას მომავალი შეუქმნა. ახლა აქ და ამჟამად გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისათვის. ახონთის.